მოგესალმებით, მოკლედ დრაგის დღეა, დღე მეორე. ეხლა ვიყავით კონფერენციაზე და არ ვიცით რა იქნება. შეიძლება გადაიდოს, იმიტომ რომ რაღაც უჟმური ამინდია რა, როგორც რუსთავს მარტო დრაგის დღისით შეეფერება, სხვა დანარჩენ დღეებში სულ ზეა. ეხლა რა ხდება? გუშინ წაყვანილი ვყავდა, ვახსენეთ წინა ვიდეოში. კარობკაში რაღაც ჩავწერეთ, ჩავასწორეთ, მაგრამ არ ვიცით რა ჩავასწორეთ, იმიტომ რომ 10 გრადუსი იყო და ფიზიკურად ვერ გავტესტავდი 10 გრადუსში, 1000 ხენის ძალიან უკანა წამყვან მანქანას და მოვედით ალალ ბედზე, რა ვიცი, წესით და რიგით უკეთესი უნდა იყოს უშინდელთან შედარებით. ნუ თუ არა და ავტომ უარესი არ იქნებაო რა. ნახოთ რა იქნება. იმედი ამინდი დაგვაცდის და გამოვალთ. თუ არა და ალბათ 1 ან 2 კვირით გადაიდება და მე უკვე უფრო მაგარი ხოდით ვიქნებით, მაგრამ მე როგორ დაალაგდება კვალიფიკაციის დროები, როგორ დაალაგდება და სხვა დანარჩენი, არ ვიცი რა და როგორ იქნება. წავით ახლა, გავაგზავნებთ გადაღებას ჩვეულებრივ, ჩვენ ჩვეულ რეჟიმში და რა იქნება გზადაგზა დაგვაწევენ ინფორმაციას. ეს ვიდეო თუ აქ მორჩა, ესე იგი დრაგი გადაიდო. და სამწუთიან ვიდეოს უყურებთ, თუ გაგზავნეთ და ჩვენც გავაგზავნებთ რა. დროებით, მე მგონი არ გემშვიდობებით. მიკროფონი არ გვაქვს, მაგრამ გაიგებთ იმედია ჩვენ ხმას. რა, ანუ 10 კილა იმდენად რომ ეს უნდა აართოს რა. ეს არის ჩვენი აზრი. ეხლა ჟინჟოლა უნდა ესე რომ ვთქვათ, მე გადაიღო, მე მოვიდა, მე დაიკლო. ჩვენც იმის ლიკით ვართ, 0-100 გვაქვს, მაინც 4-5 მაღალს მივდივართ. არა. თავზემო ძალა არა. თუ გადაიდო, ეგეც გვაწყობს, იმიტომ რომ ჩვენი ბიჭების მოასწრებენ მანქანის საწყობას და ჩვენს რა ვიცი, კოლოფის იმედია მოაგვარებთ რა. პირველი გარბენი მოიგო. ანუ კეთეს დრო დაწერა, ეს შევალ დროისაც გადავალებ თვალს გადაგვიდი არა. სტარტი დააგვიანა ოღონდ ძალიან და ეხლა ცოტა შეუჭიჭყნებს, რომ სტარტი თავის დროზე იარაღო.
მოკლედ ამინდი გამოგვივიდა, წეგან ზეც დავინახეთ. დაიწყო უკანა წამყვანით დაიწყო და უპრეცედენტო შემთხვევაა, რომ აბსოლუტით იწყება უკანა წამყვანით. კაი დროში უნდა ვიაროთ, არ ვიცი რა დროში უნდა ვიაროთ. ქევხიამ ორი გარბენი გაიარა და მოიგო. ტოპ 16-ში გადმოვიდა. მე ტოპ 32 არ მიწევს, ტოპ 16-ში ვარ და ალბათ 1.5 საათი მეგავლა არ მომიწევს რა. ნახოთ რა იქნება, ბიჭებს უყურებთ, უგულშემატკივრებთ, ვიულით, რა ვიცი რა, შევხედავთ რა როგორ იქნება. სუპრა და გავაქცე. როგორც მოხსია, მაგით აი ეგრე მომეცი და გავაქცე. თუ ვერ გააქცე, მე გავაქცე. საოცრება, ფინალში ვარ. სუპრა დასტაბილურდა, რაც უფრო ცხელდებოდა, უფრო და უფრო სტაბილურდებოდა. 10-8, 10-7 მქონდა სტაბილური დრო და ერთი შემთხვევით დაილანჩა და 10-2-შიც გავიარეთ.
და ფინალში რაკერას ხვდები, რაკერასთან ცოტა უიმედოდ ვარ, მაგრამ დრაგია და ყველაფერი ხდება და ხო, კიდე ახალი ნიუსი ტატომ 8 დაწერა, 9 წამი გატეხა და პირველად რუსთავის ტრეკზე ოფიციალურად ფიროგრაფზე თუ არ ვიცი რა ქვია, შალიკ რა ქვია რობეჭდავს დროებს. ფიროგრაფი, ფაქსზე ამოვიდა 8 წერტილი და რაღაცა რა. და ტატო იყო და პირველ ადგილზეა ოფიციალურად რინდერბორში. გადავიდოთ ახლა კაი ვიდეოებს და მე გვიწევს უკვე ისა ჩვენ რა. ფინალი. გადატენილები ვართ. რავი. ოპა. დავაი მიგი. დავაი მიგი. Sağol დატოს. მოკლედ, კაია, всё, დავამთავრეთ. მეორე ადგილოსანი, პირველ ადგილოსანი. ესე კარგად ჩაია რა. ესე გადაგვიწყვიტეს. ხო, ესე გადაგვიწყვიტეს. არა, პირველი გარვენი მართლა კარგად ვიარე, მეორე ჩქარი იყავი და პიკზე დავძარი და როგორც ხდება ხოლმე რა, ნუ სხვანაირი შანსი როცა არა გაქვს, ეგრე უნდა ქნა. ბაზარია. სპორტულად გამართლებულია. ერთი ზაიდიც გაიქნება. ხო, ნუ პირველი საერთოდ ჩავსვათ კადრებს, როგორ დავაფინიშეთ და მე ეგეც არ მეგონა. მაგრამ რავი, ამ კარულ მკითხვა ამდენი შეუძლებელი მე ჩემი თავის მიკროს. უკეთესი და კაი დროები იყო გუშინ პლეიზე, კაი დროები დაწერე, გუშინ კვალიფიკაციაშიც დღეს რაღაცა ვერ წაიღო დროები. მე პირიქით მომივიდა. 11-1-დან დავიწყე 10-9, 10-8, 10-7, 10-2 და ჩამოუყევი რა, შუქი ჩაგვიქრა. ეგ არის. მეორე ისიც წამოიღო რაკერას გუნდმა პირველი ადგილი. ფაქტიურად წარმატებები. პირველმა გუნდმა დღეს კაი შედეგი და ხო, დატომ რეკორდი მოხსნა კიდე და გონი ყველა ისუნ და წარდგენა არ ჭირდება. ტატო ფუხაშვილი, წითელი გოლფის პატრონი, რომელმაც დღეს რეკორდი მოხსნა. როგორც ავტომობილებში რუსთავის ავტოდრომზე 8 და დაიწერა. 8 და 98 დაიწერა და რავი, დიდი ხანია ვწყალობთ მაგისთვის. ეს ბოლო კვირაც ჯოჯოხეთი გადავიტანეთ, რასაც ქვია, ორივე მანქანა გაფუჭებული, ეხლაც დაუნასტროიკებელი მანქანებით. დავდიოდით და მადლობა ღმერთს, გამოვიდა ის რისთვისაც ვიწვალეთ და მანქანა ტექნიკურად მანქანას შეექმნა ბოლოს პრობლემა, მაგრამ მაგაზე არ ვიყავი. ხო, რას გვინდოდა გავაკეთეთ. დაწერა და გამოვიდა. რას გვინდოდა გამოვიდა და ილოცა გაიხარე წარმატებები და რავი, იქით დრაგზე უკვე პედასტალი და შამპანურები. ბევრად მაგარი ამბები იქნება დამიჯერე. ძალიან კარგი. აბა კარგად. აბა.
ძალიან და ძალიან ეფექტური მანქანაა მოგეწონა იმენა ძალიან ეფექტურია რა სერვას მევასებად სერვა ელექტრონულად არის დახვეწილი და ძალიან მაგრად არის და ეს იმენა ამერიკული ამერიკანეც კი არ ამერიკული მანქანა მაგრამ არ მოსავა ერთ-ერთი კორვეტზე მყავს აი გივია მიდგა გვერდზე კამაროების მამაა მაგრამ კამარო მუსტანგი რაღაცები არა ვეტი არის ვეტი რა მაგის იქით ამერიკან მასელ ქარი ხემს არ არის თანამედროვე ახალმანქანა არც ერკეტი დაჟე მაგრამ მარტო ხმა არის თორე ვეტა იყო და ის ზენაზე რა შალი კაი გამოსული მაგის და ვერაფერი ეგრე თავდება ყოიცი ეგ არის პირველი ადგილი მოგვაქვს თელავში სიმონა პირველი ადგილი მოგვაქვს თელავში ეხლა მოვიდეს აქ ფეივერკი რაღაცეები და დაგლინები ვარ